სახელითა მამისათა, დადისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელ დღეს არის ხსენება წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონ კურნალის. თქვენიცით რომ ის ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც ქრისტეს სიყვარულისთვის მოწამეობრივად აღესრულა. ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც მოინათლა და ქრისტეს გზას შეუდგა და უშლიდნენ, ესე იგი, თქვენ იცით მისი ცხოვრება, ან თუ არ იცით, უნდა თითოეულმა ქრისტიანმა ვიცოდეთ მისი ცხოვრება. უშლიდნენ ქრისტეს გზაზე სიარულს, მაგრამ მისმა მონდომებამ მაინც თავისი გაიტანა და ქრისტეს ერთგულებით ცხოვრობდა. და მისი მონდომება ქრისტეს ერთგულებისადმი ბოლოს დაგვირგვინდა მისი მოწამეობრივი აღსასრულით. აი ამ მოწამეობრივ აღსასრულში ჩანს მისი სიყვარული ქრისტესადმი. ყველაზე ძვირფასი რაც აქვს ადამიანს თავისი სიცოცხლე, ამასაც რომ ქრისტესათვის წირავს. თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრების წესშიც ჩანს ის სიყვარული, რაც თითოეულს გააჩნია უფლისად. აი ოღონდ ეს ჩანს მაშინ, როდესაც უკვე ეკლესიურად ცხოვრობს და წლები გადის და მაინც ისე ერთგულებით ცხოვრობს. ჩვენ ვიცით, აი და ალბათ თითოეულს გამოგვიცდია, რომ პირველად რომ ტაძარში მოვედით, რაღაც უფრო გულმოდგინეთ ვიყავით, უფრო მეტად ანთებული ვიყავით. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ადამიანს იმაზე მეტიც კი უნდა აკეთოს, რისი კეთებაც მისთვის არ არის შესაფერისი და რაღაცა ზომიერებას კარგავს. მარხვა იქნება, ეს ლოცვა იქნება, თუ ტაძარში სიარული იქნება, ნებისმიერ საკითხში შეიძლება ეს სასტური არსებობდეს, რომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. ეს ბუნებრივია, შინაგანად ის ანთებულია, მაგრამ მოძღვარი ეუბნება, რომ არ არის სწორი, რომ შენ ამდენი აკეთო, იმიტომ რომ შენ ძალებს აღემატება. ახლა მაგალითად, როდესაც მორბენლები დარბიან 100 მეტრ დისტანციაზე, ისინი თავიდანვე სწრაფად გარბიან, იმიტომ რომ მათ სულ 100 მეტრი აქვს დასაფარი. მაგრამ ვინც დარბიან 5 კილომეტრ დისტანციას, ესე იგი, ისინი თავიდანვე არ გარბიან სწრაფად, იმიტომ რომ მათ აქვს გამოცდილება, რომ თავიდანვე რომ ესე მთელი ძალა ჩადონ, ბოლომდე შეიძლება ან საერთოდ ვერ მივიდნენ, ან ყველაზე ბოლოს მივიდნენ. და ჩვენი ცხოვრების წესიც ასეთი უნდა იყოს, ესე იგი, უნდა აკეთო თანმიმდევრობით, მაგრამ დიდხანს და როდემდე, სანამ ამ წუთის სოფელში იქნება. ისე არა, რომ ერთი კვირა გადამეტებულად იმარხულა და მერე აღარც მარხვა გინდოდეს და აღარც ლოცვა და არაფერი. იმიტომ ამბობ, რომ წლები რომ გადის და ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს და მისი ცხოვრების წესი კვლავ არის აღბეჭდილი ქრისტეს ერთგულებით, აი ამაში ჩანს ჩვენი სიყვარული ღვთისადმი. მაგრამ ხდება ისიც, რომ ცოტ-ცოტაობით ჩვენ შემოგვეპარება ხოლმე სიზარმაცეც, შემოგვეპარება ამ წუთის სოფლის საზრუნავებზე ფიქრი, ესე იგი, და ჩვენ გვაშორებს მერე ქრისტიანული ცხოვრების წესისგან. არადა, აი დავუშვათ, აი ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს, აღსარებას ამბობს, ეზიარება, მარხულობს, მას რომ უთხრა, რომ შენ შეიძლება ხვალიდან საერთოდ არაფერი აღარ გააკეთო ის, რაც ქრისტიანულ წესს შეეფერება, შეიძლება იუაროს და თქვას, რომ შეუძლებელია ეგეთი, როგორ შეიძლება ახლა მე ხვალიდან ურწმუნოსავით ვიცხოვრო. მაგრამ ცოტ-ცოტაობით კი შეიძლება მართლაც ასე მოხდეს. აი ერთი ასეთი ცდა ჩაატარეს, ესე იგი, ორი ბაყაყი ჰყავდათ და ერთი პირდაპირ ცხელ წყალში ჩააგდეს და რომ ჩასვეს, ის მაშინვე ამოხდა იქიდან და მეორე ციურ წყალში ჩასვეს და ძალიან დაბალ ცეცხლზე დადგეს. თავიდან ახლა ჩვეულებრივად იყო ეს ბაყაყი, არაფერი, მერე ოდნავ შეთქვა, მერე კიდევ შეთქვა.
ალბათ ფიქრობდა, რომ ეს კიდე გასაძლებია და იქნება, არ ამოდიოდა და ისე მოიხარშა იქიდან, რომ არ ამოსულა. რატო ამბობ? იმ ცოტაობით, რაც ყოველდღიურად ჩვენს გონებაში და გულში ამ წუთი სოფლის სიბინძურე და გულგრილობა შემოდის, ჩვენ ამას შეიძლება ვერ ვაკვირდებოდეთ. ან ფიქრობდეთ, რომ ეს არ აუშავს. აი მაგალითისთვის ვიტყვი. დღეს თუ იმაზე ნაკლებს ვილოცეთ, რაც გუშინ ვილოცე, ეგ არ აუშავს. თლათ ხომ არ გამინებებია ლოცვისთვის და აი როგორც ის ბაღალი ფიქრობდა. ოდნავ თუ შეთვა რა უშავს, ეს ხო ისეთი არ არის გაუსაძლისი. ან მაგალითად დღეს თუ სახარება არ წავიკითხე. ან მაგალითად ამ კვირაში თუ ახსარება არ თქვი, ამ თვეში თუ საერთოდ არ ვეზიარე, რა უშავს იქით თვეში ვეზიარე. აი ესე ცოტ-ცოტაობით შემოდის ეს წუთი სოფელი. და რადგან ყოველდღიურად ახლა აი ჩვენ რო დავაკვირდეთ, ყოველდღიურად ჩვენ რას ვისმენთ? ტელეფონი იქნება, კომპიუტერი თუ ტელევიზორი თუ ქუჩაში თუ მარშრუტკაში თუ ნებისმიერ ადგილზე. რაიმე სულიერს ისმენს ადამიანი, ძირითადად ამ წუთი სოფლისე შემოდის. ამიტომ იმას რაღაც უნდა დაუპირისპიროს ადამიანმა და ცოტ-ცოტაობით ჩვენც იმ სულიერს უნდა დავეწაფოთ ესე. აი რაიმე თასში რომ წყალი იყოს და ყოველდღიურად რომ თითო წვეთი ღვინო წვეთავდეს იქ, დროთა განმავლობაში ეს ღვინო, ან სულიერი სოფხედველობა, ქრისტიანული ცხოვრების წესი გამოდევნის იმ წყალს, ან ჩვენს ხორციელ და ამ წუთი სოფლის რაზროვნებას და საბოლოო ჯამში ის ღვინოდ გარდაიქმნება. მაგრამ თუ ის ყოველდღიურად არ წვეთავს, ან ჩვენ თუ ყოველდღიურად იმ ცოტა სახარებას, იმ ცოტა წმინდათა ცხოვრებას, ლოცვას თუ მარხვას არ შევასრულებთ, მაშინ გამოდის რომ რა ის დარჩება ისევე წყლად და სულაც რომ წლები გავიდეს, არაფერი არ შეიცვალა. ამიტომაც აი ჩვენ როდესაც ცხოვრობთ ქრისტიანული ცხოვრების წესით, ეკლესიურად ცხოვრობთ, ჩვენ ყოველდღიურად რაღაცას უნდა ვაკეთებდეთ. არ შეიძლება რომ სულ ყველაფერს ხელი გაუშვას ადამიანს. ნელ-ნელა ეპარება ეს, ერთიანად არ ხდება. და კიდევ იმით ატყუებს ეშმაკი ადამიანს, რომ ესე იგი ფიქრობს, რომ მე ხომ საერთოდ არ გამინებებია თავი არაფერს. მე ხო კვლავ ვაპირებ, რომ ვილოცო, კვლავ ვაპირებ, რომ ვიმარხულო. ადამიანი აპირებს, განა კი არ ამბობს, რომ მე უღმერთო არ აპირებს, მაგრამ დღეს არ აპირებს, ხვალ აპირებს და ხვალაც ხვალ დააპირებს. და ზეგაც თუ ხვალ დააპირებს და ასე გამოდნობით, ის ვერასოდეს ვერ გააკეთებს. მერე უფალი მოწყალეა და რაღაცა განსაცდელით მოდის მერე, რომ გამოაფხიზლოს ადამიანს. ესეც სახარებისეულია, რაღაც განსაცდელი აფხიზლოს ადამიანს. რაღაცაზე დააფიქრებს, სხვაგვარად შეახედებს და მერე ხდება, რომ ის ყველა საზრუნავი, რასაც ხორციელად აკეთებდა, უბრალოდ არაფერს არ ნიშნავს. არაფერს არ მატებს ადამიანს. მხოლოდ ღლის, მხოლოდ გონებას უფიტავს და სიხარულის არაფერი არ შემოაქვს. ადამიანი ამას ხვდება. და თუ კეთილგონიერია ადამიანი, ის მაშინვე იწყებს ღმერთთან დაახლოებას. და რაც უფრო ღმერთთან დაახლოვდება, მით უფრო შობას იგრძნობს. და რაც უფრო შობას იგრძნობს და სიხარულს, კიდევ უფრო მეტად მოუნდება ღმერთთან დაახლოვება. და რაც უფრო ღმერთს უახლოვდება ადამიანი, მით უფრო ქრისტეს თვისებები ჩნდება ადამიანში. დღეს სამწუხაროდ აი ძალიან გასასტიკებულია ერთი ადამიანი მეორის მიმართ. ეს იმის შედეგია, რომ ადამიანი ღმერთს დაშორდა. პირველი კაცის მკვლელი ეს არის ეშმაკი. სწორედ ეშმაკმა ჩააგონა კაინს, რომ მოეკლა აბელი. პირველი კაცის მკვლელი ის არის და იქიდან მოდის. და ესე იგი ადამიანი რაც უფრო ღმერთს შორდება, მით უფრო გული უსასტიკდება მას. და რაც უფრო ადამიანი ღმერთს უახლოვდება, ის არამც თუ ვინმეს არ მოკლავს, არამედ უხეში სიტყვის თქმაც კი მას ძალიან დიდ დაცემად მიაჩნია. აი ვიღაცას რომ უხეშად მიმართავს, ვიღაცას რომ
ისე არ შეხედავს, როგორც აი რაცა მრისხანე თვალით შეხედავს. ესეც კი დიდ დაცემად ჩაუთვალა თავის თავს. იმან, ვინც ღმერთს დაუახლოვდა. და რაც უფრო ადამიანები ღმერთს დაუახლოვდებიან, მით უფრო ერთმანეთშიც დანდობა და სიყვარული იქნება. ღმერთმა აცვენებს ჩვენი მიცვალებულები, ღმერთმა მიუტავა შეწოდებები, ვინც თქვენ მოიხსენეთ, ვისაც დედა ეკლესია იხსენებს და ღმერთმა ინებოს, რომ თავის დროზე ისინიც და ჩვენც აღგვადგინოს მარადიული სიხარულისათვის. აი დღევანდელ სახარებაში ასეთი რამე ეწერა, რომ მაცხოვარი ამბობს. ესე იგი, მათო ცოდვა აქვთო, ვინც მე არ მღებულობსო, რადგანო ის საქმეებიო, რაც მე გავაკეთეო, სხვას არავის არ გაუკეთებია და მაინც არის ძმას. აი შეხედეთ, უბრალოდ დააკვირდით. კაცობრიობის ისტორიაში, თუნდაც ხო სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობები არსებობს. რომელი რელიგიური მიმდინარეობის ფუძემდებელი იყო ისე, რომ ის მოკვდა და აღსდგა. ეს ხო ისტორიულადაც დასტურდება. აი მე ერთ-ერთ აღდგომას ჩვენ ამოვიკითხეთ იმ ადამიანთა ჩანაწერები, ვინც უშუალოდ ესწრებოდა ქრისტეს აღდგომას. ვინც უშუალოდ მისცა იუდას ის 30 ვერცხლი, ვინც უშუალოდ იმ საფლავთან იდგა და ისინი ამას არ დასტურებენ. დაახლოებით 250 ასეთი ჩანაწერი არსებობს. აი ვინც ახლა ეს დაუშვათ ვიღაცას სახარებისა არ სწამს. ვისაც სახარების სწამს, მას არ ჭირდება ესეთი ისტორიული დადასტურებები. აი მაგალითად ერთ-ერთ წმინდა მამას ეკითხებოდნენ, რომ თქვენო მართლა გჯერათო, რომ აი იონას წიგნი რომ არის ძველ აღთქმაში, იონა რომ ღმერთს ეურჩა და ნინევიაში რომ არ წავიდა და სხვა მხარეს წავიდა და მერე ვეშაპმა გადაყლაპა, წაიყვანა და ნინევიასთან ამოანთქია 3 დღე და ღამე რომ ვეშაპის მუცელში იყო და ამ წმინდა მამას ეკითხებიან, მე სამწუხაროდ არ მახსოვს რომელი იყო ეს წმინდა მამა. თქვენო მართლა გჯერათო, რომ ვეშაპმა იონა გადაყლაპაო და მან ასეთი პასუხი გასცა, რომ წმინდა წერილში რომ ეწეროსო, რომ ვეშაპმა გადაყლაპა იონა კი არაო, იონამ გადაყლაპა ვეშაპიო, მე იმასაც დავიჯერებდი. რატო ამბობ, რომ ვისაც ღვთის სიტყვისას სწამს, მას არ ჭირდება ეს დადასტურებები. მაგრამ თუ ადამიანი კეთილგონიერია, უნდა წაიკითხოს ის რაც მოხდა. და ქრისტიანის იმედი სწორედ ეს არის, რომ ქრისტე აღსდგა მკვდრეთით და თითოეულ ჩვენთაგანსაც მკვდრეთით აღადგეს. აი ეს არის ჩვენი თითოეულის იმედი. ამას დიდი იმედი ქრისტიანს არ აქვს და პავლე მოციქული ამბობს კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში მე-15 თავია, სწორედ აღდგომის საკითხებზე საუბრობს, რომ თუ ქრისტე არ აღმდგარაო, მაშინ ტყუილია ჩვენი ქადაგებაც და თქვენი რწმენაც ტყუილია. და თუ ჩვენ ქრისტეს აღდგომისა არ გვწამსო, მაშინ ყველაზე საწყლები ჩვენ ვართ. იმიტომ რომ თუ არც მარადიული არ გვწამს და ამ წუთის სოფელშიც ბევრ რამეს იკლებს, მაშინ რა გამოდის? ურწმუნოზე უფრო უარეს დღეში ჩვენ ყოფილვართ, იმიტომ რომ ის ურწმუნო, რომელსაც არ სწამს მარადიული, აქ მაინც არ მოიკლებს არაფერს. და შენ აქაც იკლებ და არც იქაური არ სწამს და ყველაზე ცოდო შენ ხარ. მაგრამ ქრისტიანი სწორედაც ამ იმედით არის აღჭურვილი, რომ არსებობს მარადიული სიცოცხლე და ქრისტემ თავისი აღდგომით ჩვენს აღდგომასაც დაუდო საფუძველი და თითოეული ადამიანიც აღდგება. და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ აღგვადგინოს მარადიული სიხარულისათვის და სამისოდ ჩვენ ჩვენი მხრივ მისადმი სიყვარული ჩვენი ცხოვრების წესით დაგვედასტურებინოს. ჩვენთან არის ღმერთი.